მასობაში ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომ გაეროში უკრაინის მუდმივად წარმომადგენელობა ერთობლივი განცხადება უკრაინის, ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნიის, ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, კანადის, კოსტა-რიკის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფიჯის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტის, მარშალის კუნძულების, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მოლდოვის რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, რუმენეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სახელით გაავრცელა. გსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალ საშინელ დონეს მიაღწია. ეზო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმების კიდევ უფრო გაძლიერებით მშვიდობიანი მოსახლეობის სამოქალაქო ობიექტებისა და უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ქვეყნები რუსეთის მიერ კიევში დიპლომატიური დაწესებულებისა და საელჩოების წინააღმდეგ მუქარას გმობენ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ჩვენ მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და უზრუნველყოს მთელი თავის სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სრული დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, აღნიშნულია განცხადებაში. რა ხალხში ვართ მოხსენიებული? არა ხვდოვანდი? 50-მა სახელმწიფო მიცა მაგას ხმა და ნუ ეს 50 ეს რამშტაინის კოალიცია და იგივე ხას არაფერი აქ ახალი არ არის. ფორმალურად საქართველოს მონაწილეობს ამ რამშტაინში და პოლიტიკურად პრინციპში ალბათ სწორია, იმიტომ რომ რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და ჩვენი პოზიცია გამართლებულია და თვით სალავიუმაც კი თავის პროპაგანდისტულ შოუში გაამართლა ეს. რატომ აბა სხვანაირად რატო ველოდებით საქართველოსგან სხვა რამეს. და გააჩუმა იქ ერთ-ერთი სპიკერი რაღაც ვიდეოში ხვდა თვის წინ დაახლოებით. ნუ აქ ახალი არაფერი არ არის, იგივეა ვადასტურებთ უკრაინის მიმართ პოლიტიკურ და მორალურ და ხარდაჭერას, იმიტომ რომ ერთი და იგივე პრობლემები გვაწუხებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ჩვენის დარღვეულია. ახლა პირველი ესე იგი მიზეზები რატო და რაღაცა იქ შეიძლება კი ბატონო რუსეთსაც ჰქონდეს არგუმენტი, ეს ნატოს გაფართოების მომენტი, რაღაცები, მაგრამ ნუ ეს ამიტომაც იბრძვიან. ნუ კიევზე ახლა განახორციელეს მართლაც მასირებული დარტყმა და აპირებენ რომ სისტემურად ურტყან კიევს. ჩემი აზრით ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის პატრიოტულ ნაწილში გაიზარდა დუღილი უკმაყოფილება ხელისუფლების გამო და ცდილობენ, ესე იგი, რომ ჩაახშონ ეს უარყოფითი მუხტი, რომელიც თვითონ რუსეთშია. ჩვენ ხო გვესმის ახლა ამ ომის დაწყებიდანვე ეს ომი არ არის ჩვეულებრივი ომი. ომი არის ეგრე ისრაელი და ირანი, რასაც უშვებიან ერთმანეთს. როცა პირველ პირებს ურტყამენ და ერთმანეთს სახლებს უნადგურებენ და ნათანიახის სახლი დაანგრიეს ირანელებმა, იმათმა კიდე აერთო და მოუკლეს, რომელიც სხვათა შორის ანტისაჰაერო სისტემებით არიცავდა თავს. იჯდა თავის სახლში და პირდაპირ შეხვდა სიკვდილითაც კი სარგებელი მოუტანა თავის ხალხს. ჩემი აზრით შეგნებულად გადადგა მართლა ეს ნაბიჯი. და იქ ვალდაიზე მაგალითად ესე იგი 3 წრი არის ანტისაჰაერო სისტემების პრეზიდენტის რეზიდენციაში რუსეთში. ეს არის განსხვავება. ნუ მოკლედ ალბათ რაღაც დროს მოიგებენ, მაგრამ ერთ-ორ თვეს ალბათ მოიგებენ ამ ესკალაციით, მაგრამ ნუ ეს არ არის კლასიკური ომი. დღემდე რუსები სვამენ კითხავს პატრიოტები, დნეპრზე ხიდები რატო არ არის ისე მთელი აფეთქებული რატო ლვოვის გვირაბი, მატარებლის რატო არ არის აფეთქებული, გენშტაბი რატო არ არის ესე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები რატო არ აზიანებენ და ამას პასუხები არ არის. და ხა ნუ სხვანაირი სპეციალური ხელში ამოუვიდათ რა პატრიოტ რუსებს უკვე ეს თამაში რა. ეს არის თამაში. ხო, თან რუსეთი იბრძვის რაღაც თავის შესაძლებლობების რაღაც 30%-ით. დი ბატონო. და ამ დროს ებძვის ნახევარი მსოფლიო. ესე იგი საქმე სხვა რამეშია, ხო?
და აი სხვა რამეში ახლა სხვადასხვა ვერსიებია და ეს ხო და თვითონ გამოსცეთ მაგაზე ბრძანება, ან გადაწყვიტო რაშია საქმე და მე ვისაუბროთ ჩვენ. კი ბატონო. აქ ვიღაცეები გწერენ, რომ პუტინს რატომ არ უთხრდება ოსებთან ურთიერთობა და თქვენ გაქვთ პრეტენზია საუკეთესო ტივი იყოთ, ირაკლი გოგავასგან გამეკვირდაო. რაო? რა გაუკვირდა, არ ვიცი. თქვენ არ ვიცი, ვინ ბრძანდებით, არც გვარი გიწერიათ, არც სახელი, რაღაც პრიშტინადან ხართ თუ სადღაციდან ხართ, არ ვიცი მე, მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით, რომ როდესაც საქართველომ და ქართველებმა მოგაგებინეს ომი, ალბათ რუსების მომხრე ბრძანდებით და იმიტომ საუბრობთ ამას. ქართველების გარეშე ამ ომს თქვენ ვერ მოიგებდით. თუ არა და ხართ აგერ მარტო და რა ომსაც იგებთ, კი ჩანს აგერ თვალნათლივ. და 12000-იანი მოსახლეობის გამო რომ გეოპოლიტიკურ სწორარჩევანს არ აკეთებ, მე არ მგონია რომ ეს საღი აზრი იყოს, რა ვიცი, შენ რა სიტყვია? აბსოლუტურად გეთანხმები. ხო, მაგ აქვთ ესე იგი ჩვენ ეხა აფხაზებზე მე თქვა ერთმა ექსპერტმა რა, რომ ჩვენ აფხაზების თავზე ვერ გადავახტებით, ვერ მივატოვებთ. და ქართველებს შეიძლება გადაახტე? ხო, ნუ აი მე ეგ უპასუხე აქ იყო რაღაც კონფერენცია. ეგ უპასუხე მე ანუ 3 მილიონი ქართველის თავზე შეგიძლიათ გადახტეთ და აფხაზების თავზე არა, მაგრამ ნუ ეგ იყო სიტყვიერი პოლემიკა, მაგრამ რეალურად არავის თავზე გადახტომა არა საჭირო. გეოპოლიტიკურად უნდა დაალაგდეს რეგიონი კანონზომიერად.